ახალი ტრადიცია და წერილი ჩემ თავს ვიეტნამიდან. უკვე ვიეტნამში ვარ, კერძოდ საიგონში, ვიეტნამის უდიდეს ქალაქში. თანამედროვე ვიეტნამის ნახვა თუ გინდა, აქ უნდა მოხვიდე. ფრიად აღფრთოვანებული ვარ გამოგიტყდებით და არ ველოდი ასე ძალიან თუ მომეწონებოდა აქაურობა. ძალიან დიდი, ხალხმრავალი ქუჩები, ულამაზესი კაფეები ყველა კუთხეში და უამრავი მოტო. მოტოების ქალაქია საიგონი. თავადაც ხედავთ მათ რაოდენობას. შემდეგ ბლოგებში კი უფრო კარგად დაგათვალიერებინებთ აქაურობას. მოვედი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას. ეს არის ჰოჩიმინის უძველესი და უდიდესი ცენტრალური პოსტა. საიგონის ცენტრალური საფოსტო ოფისი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. იგი აშენდა მე-19 საუკუნის ბოლოს საფრანგეთის კოლონიური მმართველობის დროს და გამოიცანით დიზაინერი ვინ არის? ჩვენი ყველასთვის კარგად ნაცნობი გუსტავ ეიფელი. აბა, აქაურობა ძალიან ლამაზია და ტურისტებით სავსე. რა თქმა უნდა, პოსტა ისევ ფუნქციონირებს და მეც გადავწყვიტე, რომ ახალი სამოგზაურო წელი ახალი ტრადიციებით დამეწყო. ხო და საკუთარ თავს წერილს უგზავნი მომავლიდან. ბარათების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი დამხვდა და ძალიან გამიჭირდა ამორჩევა. თუმცა ბოლოს აი ასეთი ბარათი შევარჩიე და ახლა დროა წერილის დაწერის. აი ასეთი სივრცეებია, სადაც შეგიძლიათ წერილის მშვიდად დაწერა თქვენი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის ან თუნდაც საკუთარი თავისთვის. შემდეგ კი აქედანვე გააგზავნით სასურველ მისამართზე. ფასებიც არ დამოიწყდეს და აქვე კეტყვით, ბარათების ღირებულება საშუალოდ $1-ია. საფოსტო მარკაც $1 ფარგლებშია. ესეც ასე, წერილი ჩაბარებულია, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩამოაღწევთ ჩემს სახლამდე. აქვე არის ასეთი სუვენირების მაღაზიები. მოდი აქაც შემოგაჭყიდებთ. აი ესეთი ხის მაგნიტები და სხვადასხვა ხის ლამაზი ნივთებია. საკმაოდ დიდი სივრცეა. აი ესენი კი მინდა, მაგნიტები, რომლებსაც ვაგროვებ და სავარაუდოდ აქედან რომელიმე სავარჩევ. ეს რა საყვარელი საკიდია. აივანზე დავკიდებდი დიდი სიამოვნებით. ესეც ტრადიციული ვიეტნამური ქუდი. მგონი ვუხდები. ქუდების საკმაოდ დიდი არჩევანია. არის სხვადასხვა ზომის, სადა ან სხვადასხვა ნახატით. ესენი კი ძალიან ლამაზია, მაგრამ მაინც ტრადიციულად სადა ქუდი შევარჩიე ბოლოს. მუსიკალური ყუთები, კედლის აქსესუარები, ამიჭრელ და თვალები. იმდენი სიფერადი და სილამაზია. უცებ ფასებსაც კეტყვით, აი ეს ქალბატონი მაგალითად 150,000 დონგი, დაახლოებით $6 ღირს. აი ასეთი ფაიფურის მინიატურული ჯამები კი საშუალოდ $5. აი ეს უსაყვარლესი სპილო კი $4 ღირს. საბოლოოდ აი ასეთი ქუდი შევიძინე ფოტოსესიისთვის $3.50 დამიჯდა. ახლა კი მიხარია, მაგრამ მთელი მოგზაურობა რომ მისი თრევა მომიწევს, არ ვიცი როგორ მოვახერხებ. ცოტა ქალაქშიც გავისეირნოთ. ძალიან მომწონს აქაურობა, მოვლილი, ყვავილებიანი ქუჩები, დიდი მოედნები, აყვავებული სკვერები. ესეც ცენტრალური მოედანი და სახალხო კომიტეტის შენობა და უამრავი მოტო. ალბათ აქ დიდხანს ვინც ცხოვრობს უკვე მიეჩვია, თუმცა ჩემთვის ამდენი მოტო ქალაქში ძალიან უცხოა. ქაოტური მოძრაობა, რაც უფრო ცოცხალს და ხმაურიან წყლის ქალაქს. ძალიან დინამიურია, მე მომწონს. აქ როგორც ჩანს, კონცერტისთვის ემზადებიან და საღამოს კარგად გავერთობი. ამათმა კი უცებ შემაშინეს მთელი დღით ასე როგორ დგანან სულ მიკვირს. და აი ისიც საიგონის კიდევ ერთი პოპულარული ადგილი, რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა